გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. PSG-ს კრიზისი და არსენალის ინტერესი. რა ხდება კვარაცხელიას თავს? მამარდაშვილი უკან ვალენსიაში და ინფორმაცია ვრცელდება გიორგის შესახებ. სიახლეების დაწყებამდე კითხონ ადამით მორიწამი. მოიწონო ვიდეო და ასევე გამოიწერო არხი. რადგან ამ თვეში ჩვენი მიზანია რომ 98,000 გამომწერზე ავიდეთ. ამისთვის კი ჩვენ 500 გამომწერი გვაკლია. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის დატოვებასთან თვიდან თვემდე სულ უფრო ახლოს მიდის. საქართველოს ნაკრების მეკარე კლუბში არსებული მდგომარეობით უკმაყოფილოა და სათამაშო პრაქტიკის გარეშე ყოფნას არ აპირებს. ხოლო ბრიტანული გამოცემა Team Talk-ი მამარდას შესახებ არსებულ ვითარებას განიხილავს და წერს, რომ მისი დაბრუნებით ყოფილი კლუბი ვალენსია ინტერესდება. მამარდაშვილი მომავალ წელსაც სათადარიგო და სკამის პერსპექტივის წინაშე დგას. ეს კი რთული ვითარება 25 წლის ფეხბურთელისთვის, რომელიც მეკარისთვის საუკეთესო ასაკში შედის. აღსანიშნავია, რომ გიორგი ვალენსიაში გარანტირებული ძირითადი იყო და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედაც ითვლებოდა. ასევე ჩვენი ინსაიდერი გრემ ბეილი ჯერ კიდევ 26 თებერვალს იტყობინებოდა, რომ მამარდაშვილის უკმაყოფილება სათამაშო დროის ნაკლებობის გამო სულ უფრო იზრდება. ხოლო ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ ის მოულოდნელად ბრაიტონთან ინგლისის თასის მატჩის მიღმა დატოვეს. ტურნირი, სადაც ლივერპული როგორც წესი შემადგენლობის აქტიურ როტაციას მიმართავს. ხოლო წყაროების თანახმად მამარდაშვილი სერიოზულად განიხილავს ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნას და შესაძლოა ეცადოს, რომ 2026-27 წლების სეზონი სხვაგანი ჯარით გაატაროს. ესპანეთიდან მიღებული ბოლო ცნობებით კი მამარდაშვილის ყოფილი კლუბი ვალენსია მომავალი სეზონისთვის მისი დაბრუნებითაა დაინტერესებული. ამ მომენტში კი შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ უნდა დაიბრუნოს ვალენსია მეკარე, თუ მათ უკვე იპოვეს მისი შემცვლელი. საქმე ისაა, რომ მათი ახალი მეკარის კონტრაქტი 12 მილიონ ევროთ გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს, მაგრამ თუ კლუბი ამ უფლებას არ გამოიყენებს, მომავალ წელს მათ ახალი ძირითადი მეკარე დასჭირდებათ. მამარდაშვილის სახით კი ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს სულ მცირე კიდევ ერთი სეზონით დაიბრუნებდნენ. წერს ბრიტანული გამოცემა. ამ ეტაპზე კი ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მამარდაშვილმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ლივერპული დატოვოს. ამიტომ თუ იქამდე რაიმე მოულოდნელი და რადიკალური ცვლილება არ მოხდა, ქართველ მეკარეს სეზონის ბოლოს ახალი კლუბის მაისურით ვიხილავთ. პარი სენ-ჟერმენი პარასკევს პარკ დე პრენსზე მონაკოსთან ერთი სამი მარცხის შემდეგ სერიოზულ კითხვებს აჩენს. განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჩელსისთან გასამართი ორმატჩიანი დაპირისპირების წინ. პარიზელებისთვის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრის მზადება იდეალურად ნამდვილად არ წარიმართა. ლიგა 1-ის 25 ტურის გახსნით მატჩი ლუის ანრიკეს გუნდმა საკუთარ მოედანზე მონაკოსთან მარცხი ბოლო კვირებში გამოვლენილი პრობლემების გათვალისწინებით გარკვეულწილად პროგნოზირებადიც იყო. პარი სენ-ჟერმენი ბოლო პერიოდში სერიოზულ პრობლემებს აწყდება. გუნდმა ბოლო 4 მატჩში 10 გოლი გაუშვა, რაც რა თქმა უნდა დაცვის სისუსტეზე მიანიშნებს. თუმცა ფრანგული გამოცემა ეკიპი მიიჩნევს, რომ პრობლემა მხოლოდ დაცვაში არ არის. გამოცემის შეფასებით პარიზელებს ამ ეტაპზე ფიზიკური რესურსი აკლიათ, რათა მაღალი ტემპის თამაში ბოლომდე შეინარჩუნონ. მონაკოსთან მატჩში ნახევარდაცვა გადაღლილი ჩანდა, ხოლო რამდენიმე მცველის ფორმა სერიოზულ კითხვებს აჩენს. ასევე ტრავმებმა ნახევარდაცვაშიც იმოქმედა. ფაბიან რუისისა და ჟუაო ნევეშის ტრავმა გუნდს სტაბილურობას აკლებს. შედეგად პარიზელთა ძლიერი კონტრპრესინგი, რომელიც გასულ სეზონში მათი ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო, თითქმის აღარ ჩანს. ამ ფონზე მთავარი კითხვა რჩება, შეძლებს თუ არა პარი სენ-ჟერმენი სწრაფად გამოსავლის პოვნას, სანამ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები დაიწყება. მე კი შეგახსენებთ, რომ PSG-სა და ჩელსის შეხვედრა რამდენიმე დღეში, კერძოდ 11 მარტს გაიმართება. ხოლო ტრადიციულად ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის მომდევნო ვიდეოში მოხვდება. ახლა კი გადავიდეთ ჩვენს ქართველ ფეხბურთელზე კვარაცხელიაზე, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. კვარაცხელიას ბოლო დროს პარიზულ კლუბში საქმეები ისე ვერ მისდის, როგორც მასურს. გასული სეზონისგან განსხვავებით, ქართველ გარემარბს თამაში თავისთვის უხერხულ პოზიციაზე უწევს, რაც მის შედეგიანობაზე პირდაპირ ისახება. ფრანგული პრესა კი ბოლო დღეებია წერს, რომ ხვიჩას ხასიათი გაუფუჭდა, რადგან მას სათამაშო პოზიციას გამუდმებით უსვლიან. ხოლო ამჯერად გარდა ფრანგულისა, კვარაცხელიას შესახებ უკვე სხვა ევროპულმა გამოცემებმაც დაწერეს. კერძო ცნობილი ესპანური გამოცემა ფიჩახესი, რომელიც ძირითადად სატრანსფერო სიახლეებით არის ცნობილი, წერს, რომ ქართველის შეძენით ლონდონის არსენალია დაინტერესებული. სტატიაში კი არგუმენტებია მოყვანილი, თუ რატომ ინტერესდება არტეტას გუნდი კვარაცხელიას გადაბირებით. ამ გამოცემის კომენტარი კი შემდეგია. კვარაცხელია ლონდონური კლუბის მთავარი სამიზნე გახდა. კვარაცხელია, რომელიც ამჟამად PSG-ს ვარსკვლავია, იმ ლონდონური კლუბის მთავარ სამიზნედ იქცა, რომელიც გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა, არსენალი ოცნებობს თავდასხმის ხაზზე, სადაც ქართველის კრეატიულობა ვიქტორ გიოკერეშის ძალასა და ბუკაიო საკას ელვისებურ სისწრაფეს შეერწყმება. მიკელ არტეტა დარწმუნებულია, რომ ნაპოლის ყოფილი მოთამაშის მოსვლა გუნდს შემატებს იმ სათამაშო კავშირებსა და კომბინაციურ სტილს, რაც მის პოზიციურ სისტემას სრული პოტენციალის გამოსავლენად ესაჭიროება. კვარაცხელიას მდგომარეობა პარკ დე პრენსზე რთულია. ის მუდმივ იმედიაზე
ეწოლისა და გასახდელში არსებული დაძაბული ატმოსფეროს ქვეშ იმყოფება. პარიზულ კლუბთან დაახლოებული წყაროების თანახმად, გუნდის შიგნით გარკვეული უკმაყოფილება არსებობს მისი გადაწყვეტილებების გამო მოედანზე და ამჟამინდელი დაბალი შედეგიანობის გამო. ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება, რომელიც დაახლოებით 90 მილიონ ევროს შეადგენს, ხსნის სატრანსფერო ფანჯარას, რომლითაც ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები დაინტერესებულნი არიან. არსენალმა იცის, რომ ეს ტრანსფერი არც ისე მარტივი იქნება და არც იაფი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფრანგულმა კლუბმა სულ რაღაც ერთი წლის წინ მასში თითქმის 80 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილმა, რომ შეიცვალოს გარემო, შესაძლოა ხელი შეუწყოს შეთანხმებას, რომელიც ყველა მხარის ფინანსურ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ლონდონელები კი შეეცდებიან დახურონ ეს ტრანსფერი მანამ, სანამ სხვა ევროპული გრანდების ჩაერთვებიან ბრძოლაში, რაც საბარაუდოდ ზაფხულის მთავარ სატრანსფერო საგად იქცევა, წერს ესპანური გამოცემა. ამიტომ, როგორც ხედავთ, ესპანური გამოცემა ამ შესაძლო ტრანსფერს საკმაოდ სერიოზულად უყურებს და ზაფხულში დიდ ამბებსაც გვიანონსებს. ჩვენ კი ის ხად აღჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ამასთან საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენაც. ისურვებდით თუ არა თქვენ ხვიჩას არსენალის რიგებში? რაღაც რიგზე ვერ არის. რეალი ტრავმაზე მბაპეს ინფორმაციას არ ენდობა. ბარსელონას შანსი. ბერნარდუ სილვა სიტისთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ შესაძლოა ზაფხულში მანჩესტერ სიტი დატოვოს. ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და ამ ეტაპზე მოლაპარაკებებიც არ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე მინიშნება რამდენიმე დღის წინ ფაბრიციო რომანომაც გააკეთა. ხოლო თუ სიტუაცია არ შეიცვლება, სილვა შესაძლოა, რომ ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს. აღსანიშნავია, რომ მის მომავალს უკვე რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. ყველაზე ხშირად საუბარია შესაძლო დაბრუნებაზე ბენფიკაში, თუმცა ინტერესს იჩენს ბარსელონა და საუდის არაბეთის პროლიგის გუნდებიც. ხოლო ბარსას ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, სილვას უფასოდ დამატება საუკეთესო ვარიანტი უნდა იყოს. ესპანური კადენასერი მბაპეს ტრაუმის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. მანამდე კი რეალმა გავრცელა ინფორმაცია, რომ პარიზში ჩატარებულმა გამოკვლევამ ფორვარდს მუხლისიოგების დაჭიმვა დაუდასტურა. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ ფრანგი სამ კვირას გამოტოვებდა. მადრიდში დარწმუნებულები არიან, რომ ფრანგი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩისთვის მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება. თუმცა მბაპეს გარემოცვა ამ შეფასებას არ ეთანხმება. ხოლო რადიო კადენასერის ჟურნალისტ მარიც გაბილონდომ განაცხადა, რომ რეალ მადრიდსა და კილიან მბაპეს შორის კომუნიკაციის პრობლემები არსებობს. მისი თქმით, არსებობს ურთიერთგამომრიცხავის სამედიცინო შეფასებები. ერთ ვერსიაში მბაპე თითქმის ერთი თვე ვერ ითამაშებს, ხოლო კლუბში მიიჩნევენ, რომ ის შესაძლოა მომავალ კვირაში დაბრუნდეს. გაბილონდოს აზრით კი სწორედ ამიტომ რეალს უკვე ეჭვი უჩნდება მბაპეს დიაგნოზთან დაკავშირებით. მაგრამ ასეა თუ ისე, ამ ფონზე მარტი სამეფო კლუბისთვის ძალიან დატვირთული იქნება. გუნდს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება. ამ დაბრკოლებების გადალახვა კი მბაპეს გარეშე მოუწევთ. ხევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.